რედისონში მრგვალი მაგიდა კვლავ მიმდინარეობს. მთავრობის, პარლამენტისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები უცხოელ ექსპერტებთან ერთად გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების მოდელებს განიხილავენ. როგორც შეხვედრის მონაწილეები განმარტავენ, მართლმსაჯულებაში უნდა შეიქმნას ისეთი მექანიზმები, რომელიც შერჩევით სამართალს გამორიცხავს და სისხლის სამართლის საქმის წარმოების მექანიზმებს დახვეწავს. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პროკურატურაში შესული საჩივრების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით არ გამორიცხავს ამნისტიასაც, რომელიც უცხოელი ექსპერტების მაღალი დონის რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდება. საქართველოს სამართალამცავი სისტემის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ, იხილავენ შემოსულ საჩივრებს, სასამართლოებში წავიდა საქმეები, მაგრამ იმ 15 და 20,000 განცხადება საჩივარს, რომელიც სხვადასხვა უწყებებშია დაგროვილი, სისტემა ვერ მოახერხებს მის განხილვას ყველა მოქალაქის სასამართლომდე მიყვანას. ამიტომ დღის სესიაში დგას რაიმე ფორმის ამნისტია, ოღონდ ძალიან კარგად დასაბუთებული. საქართველოს უნდა იპოვოს გამოსავალი, რომ მართლმსაჯულების სისტემაში შესული საჩივრების პრობლემა გადაწყდეს. ერთადერთი გამოსავალია ისეთი სასამართლო სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული. ასეთი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება ქვეყნის ეროვნულ გეგმად უნდა იქცეს. ადამიანებს უნდა შეეძლოთ საკუთარი უფლებების დაცვა. თავისთავად სამართლიანობის აღდგენა არ შეიძლება მოხდეს უსამართლო მეთოდებით. ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ პროცესში კანონიერების პრინციპის დაცვა, გამჭვირვალობის პრინციპის დაცვა, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მაღალი ნდობა ყველა გამოძებული საქმესთან მიმართებაში. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ყველამ ვიცოდეთ, რომ ერთის მხრივ შეუძლებელი არის აბსოლუტურად ყველა ადამიანის პასუხისგებლობა დადგეს, თუმცა მეორეს მხრივ არიან ადამიანები, რომელსაც უფრო მეტი წილი პასუხისგებლობის აკისრია და შესაბამისად მათი მართან დაკავშირებით და მათ მიმართებაში განსაკუთრებული მიდგომები იქნება საჭირო. სასტუმრო რედისონში გამართულ შეხვედრაზე, როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წევრების მხრიდან კომენტარები გაკეთდა ვენეციის კომისიის დასკვნაზე. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ თუ ახალ მოდელზე გადასვლისას დღესმოქმედი იუსტიციის საბჭოს რომელიმე წევრი ვერ დააკმაყოფილებს სტანდარტს, მას შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება. უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი გარდამავალ პერიოდში მართლმსაჯულების ახალი მოდელის შემუშავებას აუცილებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ მართლმსაჯულება პოლიტიკური შურისძიების იარაღად არ უნდა იქცეს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი მოუწოდებს საზოგადოებას არაყის ნაციონალური მოძრაობის წევრების ტყუილებს და სიმართლე თავად კომისიის დასკვნაში ეძებოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ გუშინ იმშელა. კომისიის დასკვნა მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. ჩვენი ამოცანები რაც გვინდოდა ამ კანონპროექტით ის მისი მიღწევა შესაძლებელია, ამიტომ ვართ უკიდურესად კმაყოფილები ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებით. ნაციონალური მოძრაობა თუ ნამდვილად აკმაყოფილი, ესე იგი მიხვდნენ, რომ ბევრი რამ არასწორად გაკეთებული, თუ უკმაყოფილოა, მაგრამ აჩვენებს თავს, რომ კმაყოფილია, არც ამასთან მაქვს პრობლემა, თავარია ამ კანონს ჩვენ მალე მივიღებთ. პრინციპი რომ მთავრობას განზრახული ქონდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა და მისი გავლენის ქვეშ ყოფი ადამიანების დანიშვნა, რაზეც ვენეციის კომისიამ სამართლებრივი და ადეკვატური პასუხი გასცა. ამიტომ პირდაპირ მივუთითა, რომ ის პუნქტი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების გადავლის შეჩერებას ეხება, გამოხებული იქნეს კანონპროექტი. რაც ჩვენი მოთხოვნაც იყო, და მნიშვნელოვანია ის პოზიცია, რომ მართლმსაჯულება არ იქცეს შურისძიების იარაღად, პოლიტიკური შურისძიების იარაღად და სამართლიანობის აღდგენა არ დაემსგავსოს რევანშის. გუშინ 10-0 მოუგეთ ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას ვენეციის კომისიაში, მესმის მათი გაბრაზება, ამიტომ ტყუილის ხარისხიც იზრდება ხოლმე ამის კვალდაკვალ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ახლა ჩემს სიტყვას უნდა დაუჯეროთ. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ უნდა აიღოთ დასკვნა და წაუკითხოთ ადამიანებს თვითონ გააკეთებენ დასკვნა.